ნიკა გვარამია ახალ არჩევნებს ითხოვს და პოლიტიკურ შეტევას აანონსებს, ამბობს, რომ მიზნამდე მისასროლად მხოლოდ ქუჩის აქციები არა საკმარისია და ოპოზიციამ ახლა 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარების შენარჩუნებისთვის უნდა იმუშაოს. ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე პოლიტიკურ შეტევაზეც, მათ შორის უნდა ვიმუშაოთ ყველგან ქუჩებშიც, რეგიონებშიც, დედაქალაქებშიც. საკუთარი გეგმა გაწერა სალომე ზურაბიშვილმაც არჩევნებამდე ახალი პირობებით დამკვირვებელთა ჯარის მობილიზებით, ოპოზიციური ძალების კოორდინაციითა და ერთიანი საარჩევნო პროგრამით მისვლა სურს. გეგმა ექს-პრეზიდენტმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს და ქართულ ოპოზიციას ერთად გააცნო. უთუთიანი გეგმას მე სულად ვეთანხმები ამას, უფრო მეტიც ამ წუთასაც შეგვიძლია გადაამოწმოთ გიორგი ვაშაძე ყოველდღიურ რეჟიმში ოპოზიციის ლიდერებთან მუშაობს იმაზე, რომ თემატური კოორდინაცია იყოს რაც შეიძლება მაქსიმალური ოპოზიციას შორის. ოპოზიცია უკვე 4 თვეა ახალ არჩევნებს ითხოვს, თუმცა მმართველი გუნდის თქმით ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, მათ მიერ გაწერილი რევოლუციური გეგმები კი არ ახალი. ამიტომ სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი. ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია, შეუძლიათ აკეთონ ასეთი განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული პოლიტიკური თვალსაზრისით. ქალბატონი რასა და გვარამია ხვდებიან ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ ორი აგენტი ხვდება ერთმანეთს. დამთავრდა ხო ორი აგენტი ერთმანეთში ასე ლაპარაკობს, მე რა განცხადებას გააკეთებს, აბსოლუტურად საინტერესო არ არის. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში ოპოზიციის ურესურსობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები მხოლოდ გარე პატრონების იმედად დარჩნენ, რადგან საქართველოში პოლიტიკური რეიტინგი არ აქვთ, რასაც ქართული ოცნების თქმით მიმდინარე წელს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნებიც გაზომავს და დაადასტურებს. ის რომ საერთაშორისო სტრუქტურებმა უკვე აღიარეს არჩევნები და მხოლოდ რაღაც გარკვეულ აი ამ ფორმატში, რევოლუციურ ფორმატში არის განსხვავებული აზრი. ეს მეორე პლანზე აქვს ყველაფერი გადაწეული სალომე ზურაბიშვილს და არა მარტო მას. ნაცმოძრაობას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ეს აერთიანებს. არჩევნების ჩატარება რიგ გარეშე საერთაშორისო მონაწილეობით, ქართული ოცნების სრული გამოთიშვა ამ პროცესებისაგან და ის აბსურდი, რასაც ქვია ხელისუფლებაში მოსვლა იმისათვის, რომ ვიღაცას ემსახურონ. მუდმივად ცდილობენ შეტევას ჩვენს სახელმწიფოზე, ჩვენს სამშობლოზე, ვერც რევოლუციას ვერ მოახდენენ, ვერც ჩვენ ეკონომიკას ვერ დააზიანებენ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. არანაირი გეგმა არ აქვს, ეხლა ვერც აკერმანის ტრენინგმა ვერ უშველა, ვერც მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინმა, ვერც ანვასის ტრენინგმა. ნამდვილად არ გადავიღებთ ეხლა სალომე ზურაბიშვილის რაღაცა პირდაპირ გაგებით, ბოდვებით, რომელსაც ის პრეზიდენტობის დროსაც როცა იყო, მაშინ ნაწარმოებდა და მით უმეტეს ეხლა საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. თუ არჩევნები უნდათ, ოქტომბერში არის უკვე არჩევნები. გაზომონ თავიანთი რეიტინგი საზოგადოებაში, თუ უჭერენ მხარს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა არის მინიმალური. და არანაირ არჩევნებს ისინი არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ უბრალოდ იმ რადიკალურ პროცესებს, რომელიც დაფინანსებაზეც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა უარი. ოპოზიცია ახალი არჩევნების მოთხოვნით პროტესტის გაგრძელებას ცდილობს და ისევ პოლიტიკურ შეტევას აანონსებს, თუმცა სახელმწიფო გუნდი რადიკალურ პროცესებს კვლავ წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს.